დიდება ღმერთს, დიდება უფალი იესო ქრისტეს. როგორც ჩანს დღევანდელ დღეს იმ მნიშვნელოვან მოვლენას რაც მოხდა ვერ ავწდებით. მაგრამ ზოგადად თუ დღეს რაც ხდება თქვათ ერთ რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში ხდება ზოგადად ამის შესახებ მინიშნება არის და საუბარი არის და ასეთი ტრაგიკული განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მოვლენები რაც ხდება რაც ადამიანების მასიურ გაწყვეტას განადგურებას რა თქმა უნდა ეს გულგრილს ვერავის ვერ დატოვებს და არათუ გულგრილს ვერ დატოვებს შეიძლება ბევრ ადამიანს ეჭვიც კი შეეპაროს და შეიძლება კითხვების დასვას რომ თუ არის ღმერთი, ნუ თუ ასეთი სასტიკი არის, ან სად არის, ან რატომ, ან როგორ, ან რანაირად და გამორიცხული არათუ ურწმუნოები არ არიან, არც მორწმუნეები არ არიან, რომ მსგავსი აზრები და ფიქრები მოუვიდეთ, რატომ ხდება ასეთი რამ. ამიტომ მე დღეს მინდა ზოგადად არა ამ მოვლენას, მაგრამ ზოგადად ბოლო დროის ნიშნებს გამოვეხმაურო ჩემს გადაგებაში, საუბარში. და სახარება ამბობს ჩვენ წავიკითხავთ მონაკვეთს რომ შემაძრწუნებელი ნიშნები იქნება. შემაძრწუნებელი რაღაცა საშინელია ადამიანს რომ შეაზრწუნებს, ადამიანს რომ საგონებაში ჩააგდებს, რაღაცა საშინელი ნიშნები, მაგრამ სახარება ამბობს რომ ნუ შეზრწუნდებით. იმიტომ რომ ეს ნიშნები არის და დამახასიათებელი არის ბოლო დროის მოვლენების. ამიტომ ეს გადავწყვიტეთ, თუმცა შეიძლება არ ვიცი სხვა თემაზეც მქონოდა საუბარი ეს ამბები რომ არ მომხდარიყო, მაგრამ ეს გადავწყვიტე რომ ზოგადად გამოხმაურებულიყავი და ბოლო დროის ნიშნებთან, საკითხებთან დაკავშირებით ცოტა მესაუბრა და უფრო მინდა დღევანდელ საუბარში გავამახვილო ყურადღება რა კატეგორია ხალხებისა არის დედამიწაზე და რა კატეგორიებად შეიძლება დავყოთ ღმერთმა როგორ გამოყო ესენი როგორია ამ ხალხის დამოკიდებულება ღმერთთან თუ ცხოვრებასთან და შესაბამისად როგორი არის ღმერთის დამოკიდებულება მათ მიმართ. მაგრამ სანამ კონკრეტულად დავიწყებთ საუბარს მე მინდა მათეს 24 თავიდან წავიკითხო რამდენიმე მუხლი. მათეს 24 თავი, თუ გაქვთ თან სახარება, შეგეძლიათ გადაშალოთ მათეს 24 თავზე. ისეთი მოვლენები არის და ისეთი მოვლენები იქნება, რომ ძლიერი მედია საშუალებებიც კი დასვავენ კითხვას. აპოკალიფსის პერიოდი ხო არ მოვიდა. აღსასრულის დრო ხო არ მოვიდა. თუმცა სასურველი არის რომ ამ კითხვას ღმერთს უსვავდნენ და ამ კითხვაზე პასუხს ბიბლიაში ეძებდნენ. მაგრამ იმდენად შემზარავი და შემაძრწუნებელი იქნება მოვლენები რომ ძლიერებიც კი შეზრწუნდებიან. მოდით მესამე მუხლიდან წავიკითხოთ 24 თავის მესამე მუხლიდან. ხოლო როცა ზეთისხილის მთაზე იჯდა, რა თქმა უნდა იესოზე არის საუბარი, მიუახლოვდნენ მას მოწაფეები განმარტოებით და ეუბნებიან. გვითხარი, როდის იქნება ეს და რა იქნება შენი მოსვლისა და წუთის სოფლის აღსასრულის ნიშანი? მიუგო იესო მათ პასუხად, გაფრთხილდით რომ არავინ შეგაცდინოთ. ვინაიდან ბევრი მოვა ჩემი სახელით და იტყვის მე ქრისტე ვარ და მრავალს შეაცდენენ. ასევე მოისმენთ ომებსა და ხმებს ომების შესახებ.
უყურეთ ნუ შეზრწუნდებით ვინაიდან ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის აღსასრული, ვინაიდან აღდგება ერიერის წინააღმდეგ და სამეფოს წინააღმდეგ და იქნება შიმშილი და მიწისძვრანი ადგილ-ადგილ. ხოლო ყოველივეს მშობიარობის ტკივილთა დასაწყისია. მაშინ გადაგცემენ თქვენ წამებაზე და დაგხოცავენ და შეგიძულებთ ყველა ერი ჩემი სახელის გამო. მაშინ ცდუნდება ბევრი, ერთმანეთს გასცემენ და შეიძულებენ ერთი მეორეს. მრავალი ცრუ წინასწარმეტყველი აღდგება და ბევრში აცდენს და რა კი გამრავლდება უჟულოება, მრავალს გაუნელებს სიყვარულს, ბოლომდის მომთმენი გადარჩება. და ეკადაგება ეს სახარება სასუფეველის შესახებ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხს დასამოწმებლად და მაშინ მოვა აღსასრული. ნუ მე აგავჩერდები. ოდესღაც მართლა მოვა აღსასრული. ოდესღაც მართლაც წერტილი დაესმება სულ ყველაფერს. და აქეთკენ მიდის სულ ყველაფერი. მაგრამ სანამ ეს მოხდება და სანამ ეს იქნება, რა თქმა უნდა, დრო არის გასავლელი და ამ დროში ღმერთს აქვს თავისი გეგმა, თავისი მიზნები, რაც უნდა გააკეთოს. ღმერთი თავის მიზნებს, თავის გეგმებს დედამიწაზე ახორციელებს. მე არ ვამბობ, რომ ეს საშინელებები რაც ხდება, ღმერთის სასურველი ნება არის და ამას ღმერთი სიამოვნები და სიხარულით აკეთებს. მე არ ვამბობ, რომ ეს ვინმესთვის სასიამოვნო და კარგი არის, მაგრამ როგორც წერილი ამბობს, ეს არის ურჯულოების შედეგი, ურჯულოების და ცოდვის, რომელიც მრავლდება ქვეყნიერებაზე. ურჯულოებას და ცოდვას სხვა გამოხმაურება და სხვა პასუხი არ აქვს. თუ არა სასამართლო, თუ არა სასჯელი, ეს არის ურჯულოების და ეს არის ცოდვის შედეგი. და ეს არის პასუხი მასზე. მე მინდა დღეს უფრო მეტად ვისაუბრო იმ ინსტრუმენტზე, რას აკეთებს ღმერთი იმ ინსტრუმენტის მეშვეობით, რასაც ღმერთი წარმოქმნის დედამიწაზე. პირველი ასეთი ინსტრუმენტი, პირველი ასეთი ერი, რომელიც ღმერთმა დედამიწაზე შექმნა, ეს ისრაელი იყო. პირველი ხალხი, რომელთანაც ღმერთს დამოკიდებულება აქვს და მასთან ურთიერთობა, დამოკიდებულება არ დაუმთავრებია და უფრო მეტიც ყველაზე მნიშვნელოვან ფაზაში ეხლა შედის ღმერთის დამოკიდებულება ისრაელ ხალხთან, ისრაელთან. ყველაფერი მის შემდეგ, რაც ისრაელის სახელმწიფოებრიობა აღდგა, ყოველივე მის შემდეგ, რაც საუკუნეების შემდეგ ებრაელი ხალხი თავის მიწას, თავის ტერიტორიას, თუმცა ვიღაცაებისგან ეს სადავო არის, მაგრამ დაუბრუნდა და სახლობენ, თუმცა სრულიადაც მაინც ვერ აკონტროლებენ სულ თავიანთ ტერიტორიას. მაგრამ ჩვენ ასევე ვიცით, რომ ბოლო დროის ნიშნები, რომელ ნიშნებშიც შედის, რასაც ქრისტიანობაც ელოდება, მათ შორის ატაცება, იესო ქრისტეს მეორედ მოსვლა და ასეთი რამ ეს ვერ მოხდება ისრაელის გარეშე. ეს ვერ მოხდება ისრაელის მიღმა. მეფობა ათასწლიანი, ბოლო დროის ნიშნები ძალიან ახლოს არის დაკავშირებული ისრაელთან. ამიტომაც შეიძლება ითქვას, რომ ეს პირველი ხალხი, ეს პირველი ერი, რომელიც ღმერთმა წარმოქმნა, რომელიც ღმერთმა შეადგინა თავისთვის, ვისთანაც ღმერთის გეგმები და მიზნები იყო დაკავშირებული დედამიწაზე, დღევანდელ დღეს რა ყოფაშიც არ უნდა იყოს, რა მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს, რა წინააღმდეგობრივად არ უნდა იყოს, რაც არ უნდა რთულ ადგილზე ცხოვრობდეს და რაც არ უნდა საომარი სიტუაციები იყოს მის წინააღმდეგ აღმდგარი. განსაკუთრებით ეხლა ამ დროს, როდესაც ბოლო დროის მოვლენები ისრაელთან მჭიდროდ არის დაკავშირებული, ამ ერს განადგურება
მოსპობა და აღმოფხრა არ უწერია, როგორც ამას ბევრი ნატრობს განსაკუთრებით ფუნდამენტალური ისლამური სახელმწიფოები. რადგან ღმერთის გეგმა და ღმერთის მიზნები არის დაკავშირებული ამ ერთთან, დაკავშირებული ამ ქვეყანასთან, ამ სახელმწიფოსთან. რამე თუ სულ ყველაფერი ეს იესოს მოსვლა, სულ ყველაფერი ეს მეფობა იერუსალიმიდან, ისრაელიდან, ელეონის მთიდან და ასე შემდეგ უნდა წარიმართოს. ამიტომ ეს სულ ყველაფერი მჭიდროთან ისთან დაკავშირებული და რაც არ უნდა იყოს, რაც არ უნდა ხდებოდეს, შეუძლებელი არის, რომ ღმერთის გეგმები და ღმერთის ნება შეფერხდეს. ეს არის ქვეყანა, ეს არის ერი, ღმერთის ერი, პირველად რომელიც ღმერთმა მოირჩია. და მრავალი სხვადასხვა ის კომპანია მის წინააღმდეგ წარმართული, ცნობილი ანტისემიტიზმით თუ ანტისიონიზმით თუ სხვადასხვა საწინააღმდეგო დამოკიდებულებებით მის მიმართ. და სხვადასხვა ამას ყველა ქვეყანაში რაღაცნაირად აწვეთებდნენ ადამიანებს მეტნაკლებად რა თქმა უნდა. მე მახსოვს ჩემს ბავშვობაშიც იყო ზოგიერთი არ ვიცი ახლა შეიძლება ახალგაზრდები ამას არ შესწრებიხართ, მაგრამ ჩემს ბავშვობაშიც მე მახსოვს სკოლის პერიოდშიც იყო, მე მახსოვს ისეთი ებრაელების წინააღმდეგ გამოთქმული მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ებრაელები არასდროს შევიწროებულები არ იყვნენ. პირიქით, საქართველოს კარი მათ მიმართ გახსნილი იყო, საუკუნეების ტრადიცია გააჩნიათ მათ აქ ცხოვრებას და შესაძლებელია ეს იმდენად კარგი არის ჩვენთვის, როგორც ღმერთის ერთთან ჩვენი დამოკიდებულება, ეს ერთ-ერთი ხელშემწყობი მიზეზიც კი შეიძლება იყოს ღმერთის კურთხევისა ჩვენ სერზე და ჩვენს ქვეყანაზე. ადუდად შესაძლებელია ეს, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ებრაელების მიმართ თულად არასდროს არ იყო, მე მახსოვს ბევრი რაღაცა ლაპარაკები თვითონ უშუალოდ ებრაელების მიმართ, რაღაცა საწინააღმდეგო, რაღაცა ცუდი და მე მახსოვს ეს ლაპარაკები ყოველთვის ეს პროპაგანდა ქმნიდა ცუდ წარმოდგენას და ცუდ შეხედულებას მათ მიმართ რაღაცნაირად. არა და მე ბევრი მყავდა, მე მეზობლებიც მყავდა, კლასელებიც მყავდნენ ძალიან ბევრი, პარალელური კლასელები, სკოლაში ბევრი იყვნენ ძალიან ებრაელები და ძალიან მეგობრული და ძალიან ადამიანურები იყვნენ ისინი ურთიერთობაში, მაგრამ ბევრი ესეთი რამ, რაც მათ წინააღმდეგ ითქმეოდა, რაღაც უარყოფითად მოქმედებდა და რაღაცა უარყოფითის მომტანი იყო. ეს ჩვენში მადლობა ღმერთს არ ქონია ასეთი დიდი ამას ესეთი პროპაგანდა და ესეთი გამოხმაურება, რომ რაღაცა ამის გამო რაღაცა მომხდარიყო მათ წინააღმდეგ, მაგრამ ებრაელებმა მსოფლიოში სხვადასხვა ქვეყნაში რაც მათ ტანჯვა გაიარეს, რაც მათ დევნა გაიარეს, რაც მათ წამება გაიარეს, რაც მათ უბედურება გაიარეს, ალბათ ვერავინ ვერ იტყვის მსგავს რამეს, იმიტომ რომ ყველასგან და ყველა მხრიდან შევიწროებულები იყვნენ ებრაელები, მათ შორის ქრისტიანებისგანაც და მუსულმანებისგან ხომ იყვნენ და დღესაც არაბული ქვეყნებისგან და ფუნდამენტალური ქვეყნებისგან ამას კვლავაც განიცდიან და არიან ქვეყნები, რომლებიც ნატრობენ, რომ უბრალოდ ისინი არ არსებობდნენ და საერთოდ აღმოფხრილი იყვნენ მიწიდან, ან და თავიანთი ტერიტორია ჰქონდათ, ან საერთოდ არ არსებობდნენ. ასეთი დამოკიდებულება არის მათ მიმართ. რა თქმა უნდა, ბევრ რამეზე შეიძლება ლაპარაკი და საუბარი რატომ და რის გამო, თუმცა ყველაზე მთავარი ეს მაინც ის არის და როგორც მორწმუნეებს მაინც ასე უნდა გვწამდეს და ასე უნდა გვჯეროდეს, ებრაელების ამ ერის, ამ ქვეყნის არსებობა და ამ ხალხის არსებობა უშუალოდ ღმერთის მიზნებთან და მის გეგმებთან არის დაკავშირებული. უშუალოდ ღმერთთან არის დაკავშირებული მათი არსებობა. და უშუალოდ ბოლო დროის ღმერთის გეგმების განხორციელებასთან არის ასევე დაკავშირებული მათი არსებობა. ეს ერი არის, ეს ხალხი არის, რომლებსაც ღმერთისგან მიეცათ სჯული და ეს ადამიანები, როგორც იოსები, იმ სიზმრის გამო იტანჯებოდა. ეს არის ერი, რომელსაც მოუწევს ტანჯვა იმის გამო, რომ ღმერთის ერი არის და ღმერთის ხალხი არის. იმ სჯულის გამო, იმ ებრაელობის გამო, იმ ღმერთის გამო, იმ მიზნების გამო, იმ გეგმების გამო, რაც ღმერთს მათთან დაკავშირებით გააჩნია. თუმცა რა თქმა უნდა, მათი ეს ტანჯვა, მათი ეს შევიწროება არც ერთ შემთხვევაში მათი მარცხით არ დასრულდება და ყველა შემთხვევაში ეს მათ გააძლიერებს, ეს მათ გამოაწრთობს, ეს მათ დააფუძნებს, ეს მათ უფრო ავტორიტეტულს გახდის, უფრო ძლიერს გახდის და არავითარ მნიშვნელობა არ აქვს, როგორიც არ უნდა რუკაზე ერთი
პაწაწკინტელა ადგილი იყოს ასეთი გარშემორტყმული, ასეთი დიდ სახელმწიფოებს შორის, რომლებიც მის წინააღმდეგ არიან, არ აქვს არავითარი მნიშვნელობა. მას ყოველთვის ეყოლება ღმერთი, მას ეყოლება მოკავშირეები, მას ეყოლება ისეთი სახელმწიფოები, მოკავშირეები, რომლებიც მას დაიცავენ, იმიტომ რომ შეიძლება შეგნებულათაც, შეიძლება მათ შორის შეუგნებლათაც, მაგრამ იმიტომ რომ ეს არის ღმერთის ერი, ღმერთის ხალხი და მასთან ღმერთის მიზნები და გეგმები არის დაკავშირებული. ამენ. ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ გულგრილი ვიყოთ, არ გავიხსენოთ, არ ვილოცოთ, რადგან სულ ყველაფერი კარგად იქნება. ბიბლია სავსე არის ადგილებით მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი ამბობს, რომ რაღაცა ასე იქნება, წინასწარმეტყველებს ღმერთის სიტყვა თუ ღმერთის ხალხი, მაგრამ ის აღზრავს, რომ ვილოცოთ, რათა ასე იყოს. ჩვენ ვიცით განსაკუთრებით ბოლო მოვლენები ბოლო სამამულო ომის დროს ჩვენ ვიცით რომ მილიონობით 6 მილიონ ადამიანს ამბობენ ებრაელები შეეწირა აქედან ამ ფაშისტურ იდეოლოგიას თუმცა ეს მარტო ფაშისტური არ იყო ეს საერთო ანტიებრაული იდეოლოგია იყო რომელიც იმ დროს ძლევა მოსილმა დიქტატორმა დაიწყო მისი განხორციელება მაგრამ ეს საერთო იყო იმიტომ რომ ეს არ იყო ერთი შემთხვევა ეს უბრალოდ მასშტაბური შემთხვევა იყო 6 მილიონი ადამიანი თუმცა ჩვენ ვიცით აქედან 1,5 მილიონი არასრულწლოვანი ბავშვი 6 მილიონიდან თუმცა ჩვენ ვიცით რომ და ამის გეგმა იყო რომ საერთოდ მოესპოთ ეშმაკი სურვილი იყო საერთოდ მოესპოთ და გაენადგურებინათ ისინი მაგრამ ჩვენ ვიცით სწორედ ამ პერიოდის შემდეგ მოხდა ისრაელის სახელმწიფოებრივი აღდგენა 48 წელში სულ რამდენიმე წელში ამ ვერაგული სატანური გეგმის შემდეგ რომ თლად გაენადგურებინათ ისინი ეს არის ღმერთის ერი. ეს არის ღმერთის ხალხი. და ჩვენი დამოკიდებულება ჩვენ ყოველთვის მადლობა ღმერთს რომ ჩვენი ქვეყანას და სახელმწიფოც მოკავშირეთა ბანაკში არის და არა მოწინააღმდეგეთა ბანაკში შეიძლება ასე ითქვას. მაგრამ როგორც არ უნდა იყოს სახელმწიფოებრივი დამოკიდებულება ნებისმიერი მორწმუნის დამოკიდებულება, ქრისტიანის დამოკიდებულება უნდა იყოს ისრაელის მიმართ დადებითი. მლოცველი და მაკურთხეველი. იმიტომ რომ თუ ღმერთის ნებასთან და ღმერთის გეგმებთან არის ისრაელი დაკავშირებული, ჩვენი ბედიც გარკვეულწილად ღმერთთან და ისრაელთან არის დაკავშირებული. იმიტომ რომ ზოგიერთი მოვლენები რომელიც ბოლო დროს განხორციელდება წეღანაც ვახსენე ატაცება მეორეთ მოსვლა მეფობა ეს არ არის უკვე მარტო ისრაელის საქმე და ისრაელიანების საქმე აქ უკვე ქრისტიანების საქმეც არის ეს უკვე ქრისტიანების ბედიც არის ხვედრიც არის ჩვენი ბედი როგორც ერთი ღმერთის ხელში ებრაელების და ქრისტიანების ერთმანეთთან არის დაკავშირებული განსაკუთრებით აი ამ ბოლო დროის მოვლენებში ერთმა ადამიანმა თქვა ჩვენ არცა ვართ შორებლები ერთმანეთის როგორც ქრისტიანები და ებრაელები თუმცა ბოლო დრო ევროპაში ბოლო დევნებს არა მარტო მათ წინააღმდეგ და მოსპობას როგორც ხედავთ ჩვენ ქრისტიანული ეგრეთ წოდებული ქრისტიანული სახელმწიფოები ახორციელებდნენ და კიდევ უფრო მეტი ბევრი ქრისტიანული ზოგი, ბევრი თუ არა ზოგი მაინც ქრისტიანული ეკლესიებიც იყო ჩართული. აი ამ ებრაელების წინააღმდეგ მიმართულ პროპაგანდაში და ომში და ბრძოლაში, ანუ მომხრეები იყვნენ. და იცით რა უბრალო მიზეზი იყო? უცოდინარობა ღმერთისა, უცოდინარობა ღმერთის გეგმისა. უბრალო მიზეზი ქრისტიანებისა. თუ მუსულმანებს თუ უფრო რაღაცა ისეთი მიზეზი გააჩნიათ იმისა, რომ ვითომ ერდროს მუსულმანურ ტერიტორიაზე ეხლა არა მუსულმანური ქვეყანა არსებობს და ასე შემდეგ, ქრისტიანების მიზეზი როგორც ის უბრალოდ ბიბლის უცოდინარობა ჩანს, რომ სწორედ ებრაელები იყვნენ, ვინც იესო ქრისტე გააკრეს ჯვარზე. და შესაბამისად აქ რაღაცა თითქოს
შურისგება და რაღაცა შურისძიება. ეს სასაცილო არის. ერთის და მეორეც. მაგრამ რას იზავ? ქვეყნიერება არ ცნობს ღმერთს. ქვეყნიერება არ ღმარდება ღმერთის სიტყვაში. ქვეყნიერებამ არ იცის ღმერთის გეგმები და ღმერთის მიზნები. ქვეყნიერებას სულ ყველაფერი თავის ხელში აქვს და თავის ხელში გონია, თუმცა ეს სხვადასხვა მოვლენები აფხიზლებს და გამოაფხიზლებს, რომ ადამიანები აზე მოვიდნენ და მიწიდან ზეცისკენ გაიხედონ. მაგრამ როგორც ჩანს, ახსნებიც ამ მოვლენებისა სხვადასხვა იქნება. ზოგი ალბათ თავის ურჯულოებას და სიჯიუტეს გააგრძელებს, მაგრამ ზოგისთვის ეს მოვლენები გამოსაფხიზლებელი იქნება და მოსაბრუნებელი იქნება ღმერთისკენ. ეს ერი ღმერთის ერი. და იცით თუ რაიმე ნარჩენი არსებობს ჩვენში ისრაელის მიმართ, ებრაელების მიმართ, რაღაცა ცუდი შეხედულება, არ ვიცი, რაიმე ესეთ ცრუ ქრისტიანულ საფუძველზე იქნება თუ რაღაც ესეთი გადმონაშთები იქნება თუ რაღაცა შეხედულებები იქნება, სასურველი არის, რომ გავთავისუფლდეთ. წეღან მამოდი და ვერ დავასრულე. ერთმა ადამიანმა თქვა, თუ ებრაელები ჯულის მოყვარულები იქნებიან, თავიანთი ღმერთის ჯულის მოყვარულები, ხოლო ქრისტიანები ასევე თავისი ღმერთის და უფლის მოწმეები იქნებიან, როგორც უნდა იყოს სინამდვილეში. ისინი აღმოაჩენენ, რომ ისინი ძმები არიან. ისინი აღმოაჩენენ, რომ ისინი მეგობრები არიან. ისინი ძმები არიან. სულიერად ებრაელებთან ჩვენ ძმები ვართ, იმიტომ რომ მათი ღმერთიც იგივე ღმერთი არის, რაც ჩვენი ღმერთი, რაც ჩვენი უფალი. თუ მათ ეს ხვედრი მისცათ, იმიტომ მიეცათ, რომ მათ ღმერთის რწმენა და ღმერთის მცნებები დედამიწაზე დაამკვიდრონ, განავრცონ, ხელი შეუწყონ მისი ჯულის დაცვას, მისი ჯულის შესრულებას. და როდესაც ჩვენ მოგვიწია ამ წინა ზაფხულში რამდენიმე დღით ისრაელში ყოფნა, რაღაცა საოცარი სურათი იყო, საოცარი რამ იყო, როდესაც ვხედავდით ებრაელები ამ პარასკევ დღეს, როდესაც მთავრდება მათი, ასე ვთქვათ, სამუშაო დღე და შაბათისთვის, უქმე დღისთვის, მათთვის შაბათი ჯერ ისევ კიდევ შაბათი არის. მათთვის ჯული ჯერ ისევ ჯული არის და როგორ ტრანსპორტის მოძრაობა წყდება და როგორ ყველა მიიჩქარის ღმერთის თაყვანსაცემად და რაღაცა საოცარი სურათი არის იქ ტაძრის კედელთან, რომელიც არის შემორჩენილი. ეს რაბინები არიან თუ ხალხი ადამიანები არიან თუ მგალობლები არიან თუ მადიდებლები არიან, ისე ჯულით ხელში, თავიანთი თორათი ხელში კითხულობენ თუ ღმერთს ადიდებენ თუ თაყვანს სცემენ, იქ ვერცერთ შემთხვევაში ვერ დაგრჩება აზრი იმისა, რომ ესენი არიან ცოცხალი ღმერთის შვილები და ცოცხალი ღმერთის თაყვანის მცემელი. ყველა მათი გამომეტყველება თუ მათი ჩაცმულება თუ მათი მოძრაობა თუ მათი თაყვანისცემა, მათი ასეთი მოძრაობა, თაყვანისცემა, გალობა, ქებადიდება რაღაც საოცარ ატმოსფეროს ქმნის და იქ ცხადლივ ხედავ, მიხედავად იმისა, რომ ქრისტიანები არ არიან ისინი და მიუხედავად შეიძლება არც იესოს მიმართ არ იყვნენ და შეიძლება არც ახლა არ არიან ბევრი მათგანი გახსნილი, მაგრამ მიუხედავად ამისა ატმოსფერო და სიტუაცია არის მაინც ისეთი, რომ ხედავ, ისინი ცოცხალი ღმერთის მადიდებლები არიან, ცოცხალი ღმერთის თაყვანის მცემელი არიან. სიტუაცია, ატმოსფერო არის ისეთი. ამიტომაც ამ კუთხით მათი ღმერთი იგივე ჩვენი ღმერთი და თუ ისინი მართლაც ჯულს რწმენით შეინახავენ, თუ თავიანთი ღმერთის მოყვარულები იქნებიან, ისევე როგორც ჩვენს უფალს, ჩვენ ძმები ვართ, ჩვენ ახლობლები ვართ, ერთნი ვართ და ძმები ვართ, ეს იმას ნიშნავს. ერთმანეთის გვერდზე ვდგევართ, ერთმანეთს არ ვმტრობთ, ერთმანეთის წინაშე არ ვდიდგულობთ, ერთმანეთის ცუდი არ გვინდა, ერთმანეთს ზემოდან არ ვუყურებთ. ძმები ვართ, ეს იმას ნიშნავს, ერთმანეთის გვერდზე ვდგევართ. ამიტომაც ამ ღმერთის ერის მიმართ, ღმერთის ხალხის მიმართ მტრული დამოკიდებულება ჩვენთვის ყველანაირად მიუღებელი არის.
როგორ ელოდებოდნენ ებრაელები იმ დროს, რომ მათ თავიანთი მიწა ქონოდათ, თავიანთი ადგილი ქონოდათ. ყოველთვის, როდესაც ისინი ერებში, ქვეყნებში გაფანტულები იყვნენ, თუმცა თავიანთ დღესასწაულებს, რაც ჯვრით მათ დადებული ჰქონდათ, ისინი კითხულობდნენ, მაგრამ ყოველი მათი დღესასწაულის დასრულება იყო მომავალ წელს იერუსალიმში გვეზეიმოს. მომავალ წელს იერუსალიმში გვეზეიმოს და საუკუნეების განმავლობაში მათ არ შეეძლოთ თავიანთ მიწაზე, თავიანთ ქვეყანაში ჩამოსვლა. მაგრამ დღევანდელ დღეს ისინი არიან, ისინი საკმაოდ კარგად არიან, თუმცა ომის პირობებში კი არიან და რთული სიტუაცია არის. თუ საქართველოში უფრო მეტად დაინახავთ, რომ ჯარისკაცები, რა თქმა უნდა, მამაკაცები არიან, ხშირ შემთხვევაში რაღაცა ერთეული შეიძლება რაღაცა დაინახოთ, იქ ჩვეულებრივი ამბავი არის. როგორც ბიჭები, ისევე გოგონები ჯარის ფორმაში და ვერ იტყვი პროცენტულად მაინდა-მაინც რომელი უფრო მეტი არის. იმიტომ რომ ერთნაირად საყოველთაო დამოკიდებულება არის. რთულ პირობებში არიან, თუმცა რა თქმა უნდა მათ მშვენივრად იციან. და ღმერთის გეგმებმა მაცხოვრებაში განხორციელება წინა საუკუნის მეორე ნახევარში სხვანაირად დაიწყო. და ეს შეოქცევადი პროცესი არის. მე უბრალოდ ამდენს იმიტომ ვლაპარაკობ, რომ ჩვენი ბედიც ღმერთთან და იმ მოვლენებთან არის დაკავშირებული, რაც ისრაელში მოხდება და განვითარდება ბოლო დროის მოვლენები და ჩვენი დამოკიდებულება იყოს ლოცვა, ჩვენი დამოკიდებულება იყოს კურთხევა და ჩვენი დამოკიდებულება იყოს შვიდობა იერუსალიმს, შვიდობა ისრაელის, დაცვა და მფარველობა. ამას წინადგონი თქვი კიდეც ბიბლიაში ვკითხულობდი, ღმერთი ასე უნებოდა მოსეს, რომ თავისი ერი დაელოცა, ღმერთმა გაკურთხოს და დაგიფაროს, ღმერთმა მოაბრუნოს თავისი სახე შენსკენ და მოწყალე იყოს შენს მიმართ, ღმერთის მზერა იყოს შენზე და მოგცეს ჯანმრთელობა და სიჯანსაღე, შენი ღმერთის სახელი იყოს შენზე. რატომ არ შეიძლება ჩვენს ლოცვაში ეს სიტყვები წარმოვთქვათ, არა მარტო ჩვენი საკუთარი თავის მიმართ, არა მარტო ჩვენი ოჯახის წევრების მიმართ, რატომ არ შეიძლება იგივე სიტყვები წარმოვთქვათ ჩვენ ისრაელის მიმართ, იერუსალიმის მიმართ? მით უმეტეს, როდესაც ჩვენი ბედიც მასთან არის დაკავშირებული. კარგით, ეს პირველი კატეგორია ხალხისა, რომელიც არის ისრაელი, რომელიც არის ებრაელები. ხანდახან ადამიანებს შეიძლება ესეთი შტილება რჩებათ ხოლმე, განსაკუთრებით ქრისტიანებს, ვიცით რა, ეხლა მე მეორე კატეგორიას უნდა შევეხო, მაგრამ ვიცით რა, რომ ღმერთმა ყველა შეიწყალა და ეკლესია დააფუძნა დედამიწაზე და მადლობა ღმერთს ამ წყალობისთვის და მადლობა ღმერთს ეკლესიისთვის. მაგრამ ხანდახან ქრისტიანები შეიძლება ფიქრობენ ხოლმე, რომ ისრაელთან უკვე სულ ყველაფერი დაამთავრა, ისრაელი ღმერთისთვის უკვე აღარაფერი აღარ არის და მთლიანად ისრაელიდან გადმოერთო ეკლესიაზე. არა, ასე არ არის. ღმერთს ის ჟული და ის მცნებები და ის წესები და ის გეგმა, ჩვენ თუ ბიბლიას ყურადღებით წავიკითხავთ, დავინახავთ, რომ ეს საყოველთაო არის. საყოველთაო არის. მარადის ღმერთი არ შეწყვეტს ისრაელთან თავის ურთიერთობა და თავის დამოკიდებულებას. ეს ეკლესია ღმერთმა არა მარტო ისრაელიანებისთვის, ებრაელებისთვის და ასევე სხვა ერებისთვის, სხვა ხალხებისთვის, მათ შორის ჩვენთვისაც ღმერთმა ეკლესია დააფუძნა. ეს მეორე ინსტრუმენტი, ეს მეორე ხალხი, ღმერთის ერი, ღმერთის ხალხი. ყველა ერებიდან, ყველა ხალხებიდან, რამე თუ ნათქვამი არის, რომ სახარება უნდა იქადაგებოდეს ყველგან, იმიტომ რომ მანამდე აღსასრული არ მოვა, ყველა ხალხში, ყველა ერში უნდა იყოს სახარება ნაკადაგარი, მანამდე აღსასრული არ იქნება და აქ უკვე ყველა ხალხი შედის, აქ უკვე ყველა ერი შედის. რა თქმა უნდა, და ეს არის ეკლესია ღმერთისა, რომელიც შედგება ყველა ზეციდან შობილებიდან, ყველა ხელახალი შობილებიდან.
სამწუხაროდ ეკლესიამაც პირველი ეკლესიისგან განსხვავებით ეკლესიამაც მრავალი ტანჯვები გაიარა, მრავალი დღეები გაიარა. არც მორწმუნეები ქრისტიანები არა ვართ ამისგან ასე თქვა დაზღვეულები და ასე იყო საუკუნეების განმავლობაში და როგორც ჩანს ასე იქნება. ეკლესიამაც საკმაოდ ტანჯვები გაიარა და ეს როგორც ჩანს ბედი არის ასე თქვა ყველა ღმერთის ხალხის და ღმერთის ერის, მაგრამ ეკლესიაში ერთი ცუდი რაც შეიძლება იყოს და რაც შეიძლება არის რაც მოხდა აი ამ საუკუნეების განმავლობაში ეს არის დაყოფები და დაპირისპირებები, რომელი დაპირისპირებების და დაყოფებიც არ უნდა იყოს ერთი დახსნილი ხალხის წიაღში. ეკლესია არა მარტო თქვათ ჩვენი ეკლესია და ჩვენი მიმდინარეობა არის ღმერთის ეკლესია და ღმერთის ხალხი, ასევე შეიძლება იყოს ეკლესიები და ასევე შეიძლება იყოს მიმდინარეობები, რომლებიც არიან და ღმერთი ეკლესიებს არ უყურებს მხოლოდ იმ ჯგუფის მიხედვით, რომელსაც ჩვენ ვაყალიბებთ ეკლესიების დენომინაციების და მიმართულებების მიმართ. ღმერთი ეკლესიას დახსნილ შვილებს და გადაჩენილ ხალხს უყურებს იმის და მიხედვით ადამიანებმა გული გაუხსნეს თუ არა იესო ქრისტეს, მიიღეს თუ არა ცოდვების პატიება და თუ არა ხელახლა ზეციდან გადასარჩენად, რამე თუ ერთ-ერთ კერძო საუბარში ნიკოდემოსისა იესო ქრისტესთან იქ არის გასაგებად ნათქვამი, თუ ვინმე წყლისა და სულისაგან არ იშვება, ის ვერც იხილავს და ვერც შევა სასუფეველში და შემდგომ იესოს მიერ დაკონკრეტებული არის, რომ ყველაფერი ეს წყლისაგან და სულისაგან შობა იმასთან არის დაკავშირებული, ჩვენ როგორი დამოკიდებულება გვექნება იესო ქრისტესთან. ვირწმუნებთ თუ არა, მივიღებთ თუ არა, ვაღიარებთ თუ არა მას უფლად, მოვინანიებთ თუ არა ჩვენს ცოდვებს, ჩვენს უმართლობას, ჩვენს უჟულოებას და რომელი მიმდინარეობის წევრიც არ უნდა იყოს და ადამიანმა სადაც არ უნდა გააკეთოს, ეს ღმერთის თვალში ეს არის ერთი საყოველთაო გადარჩენილი, დახსნილი ხალხის კრებული. რამე თუ ეს არის ეკლესია, გადარჩენილი ხალხის კრებული, ადამიანები, რომლებიც თავიანთი უფლისაგან იქნენ გადარჩენილები. დიდება უფალს ამისთვის. ამიტომაც ყველაზე ცუდი რაც შეიძლება ასე თქვათ ცალკეულ ეკლესიებს მიმდინარეობებს შორის იყოს ერთმანეთს შორის დაპირისპირება, ეს არ უნდა იყოს. იმიტომ რომ ერთი ოჯახის წევრები, ერთი სახლეულის წევრები, ძმები, დები, დედმამიშვილები თუ ერთმანეთს გინდა სხვადასხვა ადგილზე ცხოვრობდნენ, თუ ერთმანეთს ეჭვებიან, თუ ერთმანეთს დაერევიან, ეს არ არის კარგის ნიშანი და ეს არ არის კარგის მაჩვენებელი. მოციქული პავლე ამბობს, ნუ შეჭამთ ერთმანეთს. ნუ შეჭამთ ერთმანეთს. სამწუხაროდ ეს არა მარტო შეიძლება სხვადასხვა მიმდინარეობებს შორის იყოს, ეს შეიძლება თვითონ ეკლესიაშიც იყოს. ადამიანები ერთმანეთის წინააღმდეგ ლაპარაკობდნენ, ადამიანები ერთმანეთს ჭორავდნენ, ადამიანები ერთმანეთს ასამართლებდნენ, ადამიანები ერთმანეთის მიმართ ცუდად შეიძლება იყვნენ განწყობილნი, მაგრამ ეს არ არის კარგი ნიშანი. ეს ცუდი ნიშანი არის, იმიტომ რომ ერთ წიაღში, ერთ ოჯახში ასეთი დაპირისპირებები არ უნდა იყოს. ყველა ადამიანს შეიძლება აქვს თავისი ნება, გააჩნია თავისი სურვილი, გააჩნია თავისი ამბიცია, თავისი ღირსებაც, მაგრამ ეს არ უნდა იქნას გამოხატული იმაში, ერთმანეთი შეურაცხოთ, ერთმანეთს ვეჩხუბოთ და ერთმანეთი დავამციროთ. არც ერთ შემთხვევაში. ეკლესია ეს ინსტრუმენტი ღმერთისა დედამიწაზე. ცოტა ეკლესიის დიდ მნიშვნელობაზე მინდა მე ვისაუბრო, იმიტომ რომ ეკლესიას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ცხოვრებაში. ეკლესიაში, როგორც ითქმება, ღმერთის მადლი არის და მოქმედებს. ეს ის მადლი არის, რომელსაც ძალუც თითოეული ჩვენთაგანი დაიცვას, დაიფაროს და შეინახოს. ძალიან დიდი, ასე თქვათ, მორწმუნე რომ არ იყოს ადამიანი და ძალიან დიდი რაღაცა მნიშვნელოვან მსახურებაშიც რომ არ იყოს ადამიანი და უბრალოდ მოდიოდეს, ინტერესდებოდეს, ისმენდეს ღმერთის სიტყვას და თავის თავს ეკლესიის წევრად, ოჯახის წევრად აღიარებდეს, მასზე უკვე არის ღმერთის მადლი. მასზე უკვე არის ღმერთის მადლი.
ამიტომ ეკლესიაში სიარული და ეკლესიაში თანაცხოვრება ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის თითოეულ ჩვენთაგანისთვის. ადვილად ეკლესიას არ უნდა ვტოვებდეთ. ეკლესიის ხმას ადვილად ყურიდან ყურში არ უნდა ვატარებდეთ. ეკლესიას ეკლესიის წინააღმდეგ ადვილად არ უნდა ვლაპარაკობდეთ. ცუც არ უნდა ვლაპარაკობდეთ. რას დრო გადის სულ უფრო და უფრო უნდა ვიდგავდეთ ფესს ეკლესიაში, თუმცა უფრო ღრმად. თუმცა შეიძლება ეკლესიაში ყოველთვის ჩემი გემოვნების და ჩემი ხასიათის შეიძლება ადამიანი არ იყოს. შეიძლება ყველაფერი ისე არ იყოს, როგორც მე მგონია. შეიძლება ყველაფერი მიღებული არ იყოს, რასაც მე ვფიქრობ და რა წინადებითაც შეიძლება შემოვიდე. შეიძლება უფრო მეტიც ვიღაცამ ეკლესიის რომელიმე ადამიანისაგან შეიძლება რაღაცა ის ვერ დაინახოს, რაღაცა ის ვერ მიიღოს, რასაც ელოდა. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ასე ადვილად ეკლესიის წინააღმდეგ არ უნდა ვლაპარაკობდეთ, არ უნდა ვიქცეოდეთ, იმიტომ რომ ეკლესიაში არის რაღაცა მადლი, განსაკუთრებული მადლი, ღმერთის მიერ მონიჭებული. თვითონ იესო ქრისტეს სული, თვითონ ღმერთის სული, დაცვა, მფარველობა, წყალობა, შეწევნა, რასაც ძალუც ბევრი სხვადასხვა უბედურებისაგან და საშინელებისაგან დაგვიხსნას. ამიტომ ბრძენია და ჭკვიანი არის ის, ვიც უფრო უახლოვდება, ვიც უფრო ეტმასნება, ვიც უფრო ღრმად იდგავს ფესვებს, ვიც უფრო კავდება, ვინც შრომობს ეკლესიის კეთილდღეობისთვის, წინსვლისთვის, განვითარებისთვის. მცირედი თუ დიდი ლეპტაში აქვს მისი კეთილდღეობისთვის, ჭკვიანი და ბრძენი არის ეს. ასეთი ადამიანი, რამე თუ ყველა ასეთი ადამიანი არის დანახული, ღმერთის მიერ შემჩნეული. შეიძლება მსახურებმა, წინამძღოლებმა თითოეული ადამიანი ვერ დაინახოს. შეიძლება თითოეული ადამიანის გაკეთებული საქმე ვერ დაინახოს. ჩვენი თვალი შეიძლება ყველას ვერ მიწუდეს, მაგრამ დარწმუნებული ვიყოთ, რომ ღმერთის თვალი ყველას წდება. დარწმუნებული ვიყოთ, რომ ღმერთი ყველას ამჩნევს. ღმერთმა ყველა იცის, მას არაფერი არ გამოეპარება. ეკლესია ეს როგორც ისრაელი ერი არის ღმერთის ერი და მასთან ღმერთს გეგმები და მიზნები აქვს, ასევე ამ ერიდან, ისრაელიდან, ებრაელებიდან პირველ რიგში ღმერთმა კიდე გამოიღო და გამოყო ადამიანები, ვისაც შემდგომ ეკლესია ეწოდა. ზეციდან შვა, თავისი სული მისცა, თავისი სიტყვა მისცა, სახარება მისცა და დავალება მისცა, რომ მოწმეები ყოფილიყვნენ ადამიანების წინაშე. და თუ ებრაელების, ისრაელის თავარი მოწოდება და მნიშვნელობა არის, რომ მათ შეასრულონ, დაიცვან ღმერთის სჯული, ღმერთის მცნებები. ქრისტიანების თავისი თავარი მოწოდება არის, რომ ვიყოთ იესო ქრისტეს მოწმეები. ვიყოთ იესო ქრისტეს მოწმეები. ამ მოწმეობაში რა თქმა უნდა ბევრი რამე იგულისხმება, არა მარტო სიტყვებით, შეიძლება ცხოვრებითაც, საქმითაც, მოქმედებითაც, ქცევითაც, ბევრი რამე შეიძლება იყოს, მაგრამ ვიყოთ იესო ქრისტეს მოწმეები. თუ ღმერთს ეყოლება მისი სჯულის მოყვარული ერი და მისი მცნებების დამცველი და თუ ღმერთს ეყოლება ადამიანები, რომლებიც ჭვრეტენ ზეცაში, ღმერთი რას აკეთებს მათ ცხოვრებაში, იესომ რა გააკეთა მათთვის და ისინი თავიანთ ცხოვრებას გაიხდიან, რომ იესოს მოწმეები იყვნენ. როგორიც არ უნდა ურჯულოება იყოს და ამ ურჯულოებაზე როგორიც არ უნდა რისხვა მოვიდეს ურჯულოების და ცოდვების გამო, როგორიც არ უნდა გამძვინვარებული იყოს ეშმაკი იმის გამო რომ დრო ცოტა აქვს და როგორიც არ უნდა მეთოდები მოიტანოს და მოიგონოს და მოიტანოს აღმოსაფხრელად, თუ ღმერთს ეყოლება თავისი სჯულის დამცველები და თუ ქრისტეს ეყოლება თავისი მოწმეები,
ეშმაკი ვერასდროს ვერ შეძლებს თავისი გეგმების განხორციელებას და აღმოფხრას. თუ ეშმაკი ცდილობდა ერთ დროს ამ სხვადასხვა მოძრაობებით ებრაელების აღმოფხრას და განადგურებას, განა ეშმაკი არ ცდილობდა ასევე ქრისტიანების განადგურებას დაწყებული პირველი საუკუნიდან. მაგრამ ეშმაკი ვერც ერთს მოახერხებს და ვერც მეორეს მოახერხებს, იმიტომ რომ ღმერთს ყოველთვის ეყოლება ადამიანები, რომლებიც იცავენ მის ჯულს და მის მცნებებს და ღმერთს ეყოლება ადამიანები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ მათი მთავარი მოწოდება არის, რომ ისინი იყვნენ იესო ქრისტეს მოწმეები. ეს სახარებით იქნება, ცხოვრებით იქნება, ქცევით იქნება თუ რითაც არ იქნება. ჯურბასნო სხვადასხვა კატეგორიის ადამიანები იყო და იქნებიან. ხანდახან ეს საშინელებები, რომელიც ხდება, რომელიც გვესმის და სახარება ლაპარაკობს, ახან წავიკითხე, რომ იქნება ასეთი რამ ადგილ და იქნება დრო და დრო. იქნება ადგილ. იმდენად შემაშფოთებელი არის, იმდენად საშინელი არის. ის ტანჯვები, ის ტკივილები, რაც იგივე ებრაელების წინააღმდეგ, ქრისტიანების წინააღმდეგ იყო მიმართული. და აქ არ არის ლაპარაკი ზოგიერთ იმ ტკივილზე, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, თუ შეიძლება საკმარისი შემოსავალი არ აქვს და შეიძლება საკმარისი საზრდო არ აქვს. არა. რა თქმა უნდა, ესეც მტკივნეული არის. რა თქმა უნდა, ნაკლოვანებაც მტკივნეული არის. რა თქმა უნდა, უქონლობაც მტკივნეულია. რა თქმა უნდა, მტკივნეულია თუ პურის ფული არ გაქვს. რა თქმა უნდა, მტკივნეულია თუ ტრანსპორტის ფული არ გაქვს. რა თქმა უნდა, მტკივნეული არის ყველაფერი ეს. მაგრამ ის ტკივილები სხვა იყო. ის ტკივილები პირდაპირ სიცოცხლესთან და სიკვდილთან იყო დაკავშირებული. ეს განსაკუთრებით მტკივნეული იყო. რა თქმა უნდა, ესეც მტკივნეული არის. მაგრამ მიუხედავად ყველაფერი ამისა, ღმერთს უნდა, რომ ადამიანები იყვნენ ერთგულები იმ მოწოდებისა, რომელი მოწოდებაც მათ ცხოვრებაში მიიღეს და გააჩნიათ. იყვნენ ადამიანები ამ ტკივილებს რომ ვერ უძლებდნენ. ზოგი უარყოფდა, ზოგი ებრაელობაზე უარს ამბობდა. იმიტომ რომ იცოდა რომ მას სიკვდილი ემუქრებოდა. ზოგი ქრისტიანობაზე უარს ამბობდა, იმიტომ რომ იცოდა რომ მას სიკვდილი ემუქრებოდა. მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც იყვნენ ადამიანები, რომლებიც თავიანთი ღმერთის და თავიანთი მოწოდების ერთგულებად რჩებოდნენ და ერთგულები იყვნენ. მართლაც შეიძლება ითქვას ღმერთის ნაშიერნი და ღმერთის თესთაგანი, რომლებიც იყვნენ მოწმეები და იყვნენ იმის მტკველნი და იმის მკეთებელნი, რაც ღმერთისგან მათ დავალებული ჰქონდათ. ძალიან შორს რომ არ წავიდეთ, ჩვენი უახლოესი წინაპრები, სულიერ წინაპრებს გულისხმობ. უარი რომ ეთქვათ იმ ტანჯვებზე, უარი რომ ეთქვათ იესოს რწმენაზე, იესოს მსახურებაზე, იმ ტანჯვების გამო, რაც იმ შეურაცხყოფების გამო, რაც მათ ციხეების სახით მიიღეს თუ სხვადასხვა სახით მიიღეს. დღევანდელ დღეს ჩვენ მათი მონაპოვარი ვართ. არ ვიცი ბოლომდე არ გვესმის. ბოლომდე შეიძლება ყველა კითხვაზე პასუხი არ გაგვაჩნდეს. მოყვარული ღმერთი რატომ უშვებს, რატომ მიდის აქამდე საქმე, რომ ასეთი ტკივილები იყოს, ასეთი მტკივნეული იყოს ეს ცხოვრება, მისი რწმენა, მისი ერთგულება. ბოლომდე შეიძლება ამ კითხვებზე პასუხი არ გაგვაჩნია, მაგრამ მიუხედავად ამისა, პასუხი გაგვაჩნია თუ არ გაგვაჩნია, როგორც ჩანს ღმერთის ნება არის და მის სიტყვა ლაპარაკობს, რომ ვიყოთ ერთგულები ჩვენი მოწოდებისა. ებრაელები თავიანთი ჯულის დამცველები იყვნენ, ქრისტიანები თავიანთი უფლის მოწმეები იყვნენ და ეს სახარება იქადაგებოდეს და ვრცელდებოდეს. და ყველაფერი ეს რისთვისაც ხდება?
მესამე და ბოლო ნაწილი ვისაც ყველაფერი ეს ხდება, ეს არის ქვეყნიერება. ქვეყნიერების ხალხი, ვინც შეიყვარა ღმერთმა და ვისთვისაც მოვიდა იესო ქრისტე. ქვეყნიერების ხალხი არ არიან არც ებრაელები და არ არიან არც ზეციდან შობილი ქრისტიანები. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ქვეყნის, მათ შორის ქრისტიანულისაც. თუ ადამიანები ზეციდან შობილები არ არიან და ღმერთის შვილები არ არიან. ისევე როგორც ყველა ისრაელიანი, ებრაელი არ არის აღთქმული და ბიბლია ლაბარაკობს, რომ მხოლოდ 1/3 გადარჩება მათი იმ ბოლო დროისთვის. ანუ კიდევ მოხდება მათი გადადნობა, კიდევ მოხდება მათი გაწმენდა და მხოლოდ აღთქმული გადარჩებიან. ასევე ყველა ვინც თავის თავს ქრისტიანად უწოდებს, ყველა ქრისტიანი არ არის ხელახლაშობილი, ზეციდან შობილი. ჩვენს ამის ნიშნებს ვხედავთ, ერთი მიზეზი ან არ არის ზეციდან შობილი, ან და ზეციდან შობის შემდეგ ადამიანები არ არიან ერთგულნი და მიძღვნილი თავიანთ ღმერთზე, ისე როგორც ღმერთი ითხოვს მას. ბოლო ტენდენცია არა მარტო საქართველოში, არამედ შეიძლება მსოფლიოში შეიძლება ითქვას, გვანახებს, რომ ადამიანები როგორც ადვილად მოდიან ქვეყნიერებიდან ეკლესიაში ქრისტესთან სახარების გადაგებით, ასევე ან ადვილად მიდიან ეკლესიიდან და უბრუნდებიან ისევ ქვეყნიერებას, ან და შეიძლება ეკლესიაში რჩებიან, მაგრამ ნერთბილები არიან. ეკლესიაში რჩებიან, დადიან, მაგრამ ის მოშურნეობა, ის მიძღვნა, ის სიყვარული, ის ცეცხლოვანება და პირველი ცეცხლოვანება იმისა, რომ მისი მცნების დამცველი იყოს და იესოს მოწმე იყოს და განრიდებული იყოს ქვეყნიერებას, მის სოდუებს, მის ურჯულოებას, არ იყოს ქვეყნიერების ნაწილი. ანუ ქვეყნიერებასთან წილი არ კონდეს მას, არაფრით, სოდვასთან, ურჯულოებასთან, რისი სასჯელათაც ხდება ხოლმე, ბევრი რამ რაც ხდება, რამე თუ სასჯელად მოდის ურჯულოების და უღმერთოების გამო. ჩვენ ქრისტიანებმა უნდა ვისწავლოთ ეს, თუმცა სამწუხაროდ ხდება ასე, რომ ესეც მრავალი ტანჯვის და ტკივილის შედეგად ხდება ამისი სწავლა. ძურბასუნო, ამ ნიშნები და ამ მოვლენებით ქვეყნიერებას ღმერთი ეუბნება. უღმერთო და ურჯულო ცხოვრების პასუხი არის ის, რაც ხდება. ხოლო ეკლესიას ეუბნება სულიერი ძილის გამო და არა სიფხიზლის გამო ხდება ბევრი რამ, რაც ხდება. სხვანაირად რომ ვთქვათ, ეს რყევები და რაღაცეები ქრისტიანებისთვის ნიშანი უნდა იყოს გამოფხიზლების. ქრისტიანებისთვის ნიშანი უნდა იყოს გამორკვევის. ქრისტიანებისთვის ნიშანი უნდა იყოს თავიანთ კომფორტს, ნერთბილობას, ეკლესიაში ცხოვრებას, მაგრამ ქვეყნიერებასთან დაახლოებულ ეკლესიაში ცხოვრებას. დაანებონ თავი. იფხიზლონ, უფლის მოლოდინში იცხოვრონ. თავიანთი უფალი და მხსნელი უყვარდეთ, მოშურნეები იყვნენ. არ იყვნენ ნერთბილები, იყვნენ ცხელები, იყვნენ ანთებულები, იცხოვრონ უფლისთვის. გამოსაფხიზლებელი არის ეს ქრისტიანებისთვის, ღმერთის შვილებისთვის, ხოლო ცოდვილებისთვის დასაფიქრებელი არის, რომ მარტო მიწას არ ჩაშიშინებდნენ, ზეცისკენ გაიხედონ, ღმერთისკენ გაიხედონ, სახარება მოისმინონ, მოწმობა მიიღონ, იესოს გული გაუხსნან, ცოდვილ ცხოვრებას და ბოროტებას და უღმერთოებას თავი დაანებონ. ქრისტიანებისთვის და მორწმუნეებისთვის სხვა ერთფერს ატარებს ყველაფერი ეს გამოსაფხიზლებლად, ხოლო ცოდვილებისთვის და უღმერთოებისთვის სხვა რამისთვის არის მოსაბრუნებლად ღმერთისკენ, შემოსაბრუნებლად. იცით, შეიძლება რაღაცა გაგებით მეც მქონია ცხოვრებაში და ასევე ბევრისგან მომისმენია, რომ რომელიღაცა ტკივილი, რომელიღაცა ტანჯვა, რომელიღაცა დარტყმა, რომელიც მოვიდა მის ცხოვრებაში, მან გამოსაფხიზლებელი ძალა მოიტანა. მაგრამ ბუნებრივია ისმევა კითხვა. აუცილებელია მაინდა-მაინც რაღაცა ძლიერი, მნიშვნელოვანი დარტყმა მოხდეს, რომ გამოვფხიზლდე.
განა ქვეყნიერებაში და ცოდვებში ჩაძირვას რაღაცა წინაპირობები არ გააჩნია, რაღაცა ნიშნები არ გააჩნია. როდესაც ღმერთის სიტყვის კითხვის ნაცვლად უფრო სხვა რაღაცეები მაინტერესებს და იმას ვკითხულობ. როდესაც ლოცვის ნაცვლად უფრო ტელევიზიაზე და შოუებზე ვარ გადართული. როდესაც აღარ მიზიდავს ღმერთი, მისი სიტყვა, ლოცვა, მასთან სიახლოვე. როდესაც არჩევანს სულიერს და ხორციელს შორის ხორციელისგან ვაკეთებ. განა ყველაფერი ეს წინაპირობა არ არის იმისა, რომ ურჯულოებაში ჩავეძირები? არ არის აუცილებელი დიდი შემარყეველი დარტყმა მოვიდეს, რომელიც შემაზანზარებს. წინაპირობებიც განა გაციება თუ სურდო სანამ გრიპი იქნება და სანამ რა ვიცი რამდენი ადამიანზე ითქვა რომ გარდაიცვალენო იმ ვირუსითო სანამ ეს მოხდება და როდესაც ექიმები ამბობენ რომ დაგვიანებული არის სანამ დაგვიანდება განა მანამდე არ არის გაციების ნიშნები როცა ცოტა ქცივა რომ თბილად ჩაიცვა როცა ისე ვერ ახარ რაღაცა ზომები მიიღო სანამ გართულდება და სანამ უბედურება არ მოხდება განა არ არის რაღაცა წინაპირობები რომ ჩემი გული აღარ არის ისე ცხელი ჩემს გულს ისე აღარ უყვარს უფალი აღარ აინტერესებს ლოცვა აღარ აინტერესებს მისი სიტყვა აღარ აინტერესებს მისი გზებით სიარული განა აუცილებელია რაღაცა დიდი უბედურება მოხდეს განა წინაპირობები არ არსებობს რომ მიხვდე და დასკვნები გამოვიდანო ღმერთის ერი ისრაელი მოწოდებული არის რაც არ უნდა რთულ სიტუაციაში იყოს დედამიწაზე დარჩეს და იყოს ღმერთის ერად მისი სჯული და მისი მცნება ეჭიროს ხელში ეს მათთვის საუკუნო წესი იყო თუმცა ღმერთი აღთქმულებს მთელ ისრაელის გასწმენს და აღთქმულებს გადაარჩენს ქრისტიანებისთვისაც საუკუნო წესად არის მიცემული, რომ იესოს მოწმეები ვიყოთ და ნერთბილობას არ ვეგუებოდეთ. ქვეყნიერებისანი არ ვიყოთ. ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყნიერებაზე საქმე არ გვაქვს, პროფესია არ გვაქვს, სამსახური არ გვაქვს და საქმიანობა არ გვაგვაჩნია. ეს აბსოლუტურად ამას არ ნიშნავს. ეს რა თქმა უნდა იმას არ ნიშნავს, რომ სტუდენტმა თავისი სასწავლო წიგნი არ წაეკითხოს, პროფესიონალმა თავისი პროფესიონალური წიგნი არ წაეკითხოს. ეს აბსოლუტურად იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანი არ ჩაუღრმავდეს, იგივე ინგლისური სწავლა იქნება თუ იგივე კომპიუტერი იქნება, სხვა რაღაცა იქნება, მაგრამ ეს უბრალოდ იმას ნიშნავს, ადამიანმა თავისი თაყვანისცემის საგანი არ შესვალოს. ინგლისური კარგი არის ენებისთვის, საქმისთვის, ურთიერთობისთვის, მაგრამ ინგლისური არ არის ადამიანის ღმერთი და ვერ იქნება. კომპიუტერი კარგი არის და დიდი შესაძლებლობები აქვს ინტერნეტს, მაგრამ ის სხვანაირადაც შეიძლება გახდეს ადამიანის თაყვანისცემის ადგილი, თუ სულ მასზე ფიქრობს, თუ მასზე არის მიჯაჭვული. ტელევიზორში შეიძლება იყოს ბევრი კარგი ისეთი შოუ, უწყინარი, მაინდა-მაინც უხამსი რაღაცები არ იყოს, მაგრამ ადამიანი უფრო იმ შოუს მოლოდინში შეიძლება იყოს, ვიდრე იესო ქრისტეს მეორე დაბრუნების მოლოდინში. და ეს უყველაფერი ნერთბილს ხდის ადამიანს ცეცხლოვანებას და იესო ქრისტეს მოწმეობას აკარგვინებს ზურბაზნო მე უბრალოდ რასაც ვლაპარაკობ მე იმისი თქმა მინდა ღმერთის ბედი თუ არა მიზნები და გეგმები მჭიდროდ არის დაკავშირებული ისრაელთანაც და მჭიდროდ არის დაკავშირებული ეკლესიასთანაც. და როდესაც ჩვენ ამას ხვდებით და როდესაც ჩვენ ჩვენს მოვალეობას ვასრულებთ და როდესაც ჩვენ ჩვენს პასუხისგებლობას ვატარებთ, ღმერთის გეგმები და მიზნები წინ მიდის და ღმერთის საქმე წინ მიდის. და დანაკარგიც, ზარალიც, ასეთი მოსურების და განადგურებებიც ნაკლები არის. მე ვასრულებ ჩემს საუბარს. ყველაფერი ეს რაც ხდება
მორწმუნეებისთვის იმისთვის ხდება, რომ გამოვფხიზლდეთ. ხოლო უღმერთოებისთვის იმისთვის ხდება, რომ ურჯულოებას, უღმერთოებას და ცოდვას თავი დაანებონ. და ეს გაგრძელდება. სახარება ლაბარაკობს, რომ ასეთ რაღაცებს როცა დაინახავთ, შემაძრწუნებელ რაღაცებს, ეს მხოლოდ მშობიარობის ტკივილთა დასაწყისი არის. მაგრამ მოსალოდნელი კიდევ უფრო მეტია, კიდევ უფრო მეტი სირთულეები არის. თუმცა ეს ჩვენ არ გვაძლევს იმის უფლებას, ან დავდავლიანდეთ, ან შევშინდეთ, შევძრწუნდეთ. მორწმუნეებს, ქრისტიანებს ღმერთი სიტყვა ეუბნება, ჩვენი თავები მაღლა ავწიოთ. რატომ ავწიოთ? იმიტომ რომ ყველაფერი ამის მიღმა მაინც ღმერთი დგას. ყველაფერი ამის მიღმა მაინც ყველაფერს ღმერთი აკონტროლებს. ყველაფერი ამის მიღმა მაინც ღმერთის მიზნები და გეგმები ხორციელდება. შეიძლება ყველაფრის პასუხი არ აგვაქვს. შეიძლება ყველაფერი ზუსტად არ ვიცით რატომ. შეიძლება ადამიანურად ზოგიერთი რამ სისასტიკეთაც კი ჩანს და ძალიან რთულ სიტუაციებადაც კი ჩანს და შეიძლება თითქოს არც არის საჭირო და არც არის აუცილებელი, მაგრამ ყველაფერი ამის მიღმა მაინც ღმერთი დგას. ის აკონტროლებს ყველაფერს. ამიტომ მორწმუნეებმა არ არის აუცილებელი შეშინდნენ, შეზრწუნდნენ. თავები მაღლა ასიონ და თავიანთი მოწმობა გააგრძელონ დედამიწაზე. იესოს მოწმობა გააგრძელონ დედამიწაზე. იესოსთვის ცხოვრება გააგრძელონ დედამიწაზე. იესოს საქმეების კეთება გააგრძელონ დედამიწაზე. რატომ? ახლო არის დრო მისი მოსვლის. ახლო არის დრო მისი დაბრუნების. ახლო არის დრო მისი მოსვლის და ამ ტანჯვების დასასრულისაც. ახლო არის დრო. როცა ყველაფერი ეს გაივლის. ყველაფერი ამის გამო, ვინც სახარების ხმაზე, იესოს ხმაზე, იესოს მოწმობაზე უარ სიტყვის და უარ ამბობს, ასეთი ცოდვილი ურჯულო ქვეყნიერება დაბლა ეშვება და შიში და ძრწოლაში აგრძელებს ცხოვრებას. არ იცის რა იქნება, მაგრამ ღმერთის შვილები, ღმერთის სერი და ღმერთი ქრისტიანების ყველა მისი მოიმედის დრო ახლოვდება. ადამიანი რომელიც შეიძლება შენ შესახვედრად მოდის, ჯერ შორს არის, შეიძლება აწეული სახით არც უყურებ. შორს არის და ელოდები როდის მოგიახლოვდება, მაგრამ როცა ადამიანი ახლოს მოდის და რაც უფრო ახლოს არის, შენ სახესაც ალბათ ასევ და გაასწორებ და შეხედავ. რაც მხედავთ ამ ნიშნებს, აღსასრულის ნიშნებს, ეს არ არის იმისათვის რომ შევწუნდეთ და შევშინდეთ. ეს იმისთვის არის ჩვენი სახეები მაღლა ავწიოთ და ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება გავაგრძელოთ სიხარულით. ვიმხიარულოთ ჩვენ სავალ გზაზე. შეიძლება თქვას ადამიანმა, კი მაგრამ რა გვახარებს, რა გვამხიაროლებს, ასეთი რაღაცები რომ ხდება და თუ კიდევ რაღაცები მოხდება, მაგრამ თუ რამე გვახარებს და გვამხიაროლებს, ერთი რამე გვამხარებს და გვამხიაროლებს, ღმერთი არის ცოცხალი. ის მეფობს დედამიწაზე. მის კონტროლ ქვეშ არის ყველაფერი. ის გვახარებს რომ ის მარტო ღმერთი არ არის ჩვენთვის და ყველასთვის, ვინც მას ირწმუნებს. ის მამა არის ზეციერი და მას უღმერთოსთან ცოდვილთან სხვა დამოკიდებულება აქვს. თავისშვილებთან მას სხვა დამოკიდებულება აქვს და ეს ჩვენთვის სასიხარულო არის და წმინდანების ზეიმი ეს არის რომ ცოდვა ისჯება. წმინდანების ზეიმი ეს არის რომ ურჯულოება ისჯება. წმინდანების ზეიმი ეს არის რომ ყველაფერი უღმერთოება უნდა აღმოიფხვრას და უნდა გადაშენდეს. ეს არის წმინდანების ზეიმი. ეს არის წმინდანების სიხარული, რომ ღმერთი ყველაფერს ხედავს, ღმერთმა ყველაფერი იცის. ღმერთი ყველასთვის მამა არის, ვინც ამ შემოთავაზებას ღებულობს, მაგრამ თუ ვინმეს არ უნდა, თუ ვინმეს უღმერთოება უნდა, თუ ვინმეს ურჯულოება უნდა, თუ ვინმეს ცოდვაში და ბოროტებაში ცხოვრება უნდა, მაშინ საზღაური მოდის. ეს არის წმინდანების სიხარული, რომ ცოდვა დაიჯება, ურჯულოება დაიჯება, ხოლო ღმერთის მოიმედენი გადარჩებიან, ღმერთის მოიმედენი მასთან იქნებიან. ჰალელუია, დიდება იესოს ამისთვის. სამი ხალხი დედამიწაზე, მათი სხვადასხვა დამოკიდებულება ღმერთთან და ღმერთის დამოკიდებულება თვითოულ მათგანთან და ამ პროცესში
ღმერთი თავის მიზნებს და გეგმებს ახორციელებს და ყველაფერი აღსასრულისკენ მიდის. დასასრულს რაც უფრო მე ვაკვირდები აი ამ ბოლო დროის განსაკუთრებული მოთხოვნა რა არის წმინდანებისთვის, ქრისტიანებისთვის თავიანთი თავისთვის, ვინც მორწმუნეები არიან, სიფხიზლე შეინარჩუნონ, სულიერი სიფხიზლე, არ ჩაეძინოთ, სხვა რაღაცებს არ გადაყვდნენ, სხვა საგნებს და სხვა საკითხებს, ნელთბილობაში დიდხანს არ დარჩნენ, როცა ეს ემართებათ, სიფხიზლე, სულიერი სიფხიზლე, სულიერი სიფხიზლე განსაზღვრავს ჩვენს დამოკიდებულებას ღმერთთან, ეს ჩვენთვის და მეორე გააგრძელონ ცხოვრება ადამიანებისთვის დასამოწმებლად, რომ ღმერთი ცოცხალი არის. რა ელოდება ქვეყნიერებას? ჩვენ თვითქოს ცოტა მოუკელით საუბრებს სასჯელებზე და სასამართლოებზე და თითქოს უფრო მოუმატეთ საუბრებს კურთხევებზე და სხვა რაღაცეებზე. მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენას მოუკლებთ და ჩვენას მოუმატებთ. ღმერთი პასუხობს უშჯულოებას და ცოდვებს სასამართლოთი და ჩვენი არსებობა და ჩვენი მოწმობა იესო ქრისტესი შეხსენება არის ხალხისთვის. ირწმუნეთ და იხსენით საკუთარი თავები ამ ბოროტებისგან, იმ სასამართლოებისგან, იმ საშინელებისაგან, რაც ქვეყნიერებაზე მოდის. ჩვენთვის სიფხიზლე, ხოლო სხვებისთვის მოწმობა. რამე თუ ღმერთის სასამართლონი გარდაუვალი არის ცოდვებზე და ურჯულოებაზე. და დაედაგვეხმარო სუფალი. და დაეგვაკურთხო სუფალმა. რასიზავ ასე არის ცხოვრება ვიღაცას ამ დროს ტკივა და ჩვენ ალბათ უნდა ვილოცოთ რომ ღმერთის წყალობა შეწევნა დაცვა მფარველობა მოვიდეს იმ ადამიანებზე ვინც საშიშროების ქვეშ არიან და პირველი წყალობა ეს არის ირწმუნონ და მოინანიონ ჩვენ ეს უნდა ვილოცოთ ეს უნდა გავაკეთოთ ხოლო საკუთარი თავი ყველაფერმა ამან გამოგვაფხიზლოს გამოფხიზდეთ და კიდევ უფრო მეტად მონდომებულები ვიყვნეთ უფლისთვის.